Keiti Peri მოცნება აიხდინა კარმანის ხაზი გადაკვეთა და დედამიწას კოსმოსიდან გადახედა. 11 წუთიან თავგადასავალში შვილის მიერ გატანებული ის ერთი ცალი გვირილაც გაიყოლა, რომელმაც როგორც თავად ამბობს, მოგზაურობისას გამბედაობა შესწინა. კოსმოსიდან დანახულმა დედამიწამ მომღერლისთვის ბევრი რამ გადააფასა. სწორედ ამიტომ სუბორბიტული ვოიაჟიდან დაბრუნებულმა პირველ რიგში მიწას აკოცა. Am გამოცდილებამ მაჩვენა რამდენი სიყვარულის გაცემა შემიძლია და რამდენად მიყვარხართ. ეს გამოცდილება ჩემთვის დედობის შემდეგ მეორე ადგილზეა, სწორედ ამიტომ გამეჭირდა წასვლა. მომიწია იმის დაჯერება, რომ სამყარო ჩემზე იზრუნებდა, დამიცავდა და გადავრჩებოდი. კოსმოსში მოგზაურობა წარმოუდგენელია, ამიტომ მინდოდა გამბედაობის და უშიშრობის მაგალითი გავხდარიყავი. ეს უბრალოდ დანიშნულების ადგილამდე მისვლა და გასეირნება არ ყოფილა. ეს ძებუნებრივი მოგზაურობა იყო. თუმცა Keiti ერთ-ერთია და არა ერთადერთი. უწონადობაში 11 წუთი მასთან ერთად კიდევ 5 ქალმა, მათ შორის ჯეფ ბეზოსის საცოლემაც გაატარა და დედამიწაზე საოცარი შთაბეჭდილებებითა და ემოციებით დატვირთული დაბრუნდა. არ მეგონა რომ ასეთი ემოციური ვიქნებოდი, რადგან არც ისე ხშირად ვდერი, თუმცა იმ სიყვარულმა, რაც იმ კაფსულაში ვიგრძენი, ფიქრებმა, რომ უკან აუცილებლად უნდა დაუბრუნებულიყავი, რადგან ჯეფი და მე ვქორწინდებით, ემოციური გამხადა. ვუყურებდით დედამიწას, იქ სიმშვიდესთან ერთად სიცოცხლე იგრძნობოდა. ისეთი ცოცხალი იყო, თითქოს ლამაზად სუნთქავდა და ჩვენ ამას ვგრძნობდით. ვიყურებოდი და ვფიქრობდი, რომ იმაზე მეტად ვართ ერთმანეთთან დაკავშირებული, ვიდრე ეს წარმოგვიდგენია. უცნაური სიჩუმე, წყნარი და მშვიდი გარემო, საიდანაც პლანეტას უყურებ და მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, საიდან მოხვედი. ჩემთვის ეს იყო შეხსენება, რომ საჭიროა უკეთეს ადამიანებად ვიქცეთ. გარშემო იმდენი საშინელებაა, რომ ასეთი სიმშვიდე ყველამ უნდა განიცადოს. ეს გამოცდილება არასდროს დამარცხდება. არ არსებობს ოცნება, რომელსაც ვერ გავუმკლავდებით. ყველაფერი, მათ შორის კოსმოსში მოგზაურობაც შესაძლებელია. მხოლოდ ქალებით დაკომპლექტებულმა ეკიპაჟმა კოსმოსში ტეხასიდან გაშვებული ჯეფ ბეზოსის Blue Origin-ის რაკეტით გაისეირნა. ეს კომპანიის ისტორიაში 31 ფრენა. 1963 წლის საბჭოთა მისიის შემდეგ კი ქალთა პირველი ექსპედიცია იყო.